სამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებლებს, მოგესალმებით ტრადიციულად თბილისის ახალი სპორტის სასახლიდან, სადაც მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში და ეს ჩემპიონატი ისტორიული, ჩვენთვის ისტორიული ჩემპიონატი ნელ-ნელა დასკვნის ფაზაში გადის, 2-ოდე დღე რჩება ასპარეზობის დასრულებამდე, თუმცა იქამდე დღეს გაიმართა გუნდური შეჯიბრი საქართველოს ნაკრებმა მე-13 ადგილი დაიკავა გუნდურ გამოსვლაში, თუმცა ამაზე არ მინდა დღევანდელ ჩვენ დღიურში აქცენტი გავაკეთო, პირიქით მინდა აქცენტი გავაკეთო იმ ბიჭებზე, რომლებიც ასაკით ყველაზე პატარები არიან, საქართველოს ნაკრებში იცავენ საქართველოს ღირსებას და მინდა ვკითხო გიორგი ურუშაძესაც და ვატო არჩვაძესთაც იმის შესახებ თუ რას ნიშნავს მათთვის საქართველოს ნაკრებში ფარიკაობა, საქართველოს ღირსების დაცვა, ასე რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი და ასპარეზობა იყო, ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი და ჩვენი ახალგაზრდა მოფარიკავეები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. ვატო, მოდი დავიწყებ შენგან. პრინციპში კითხვა უკვე დასმული მქონდა წინა სიტყვაობაში, რას ნიშნავდა შენთვის და რას ნიშნავს ზოგადად საქართველოს ნაკრების მოფარიკავეები? ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, როდესაც ისეთი ისტორიული ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, როგორც საქართველო არის. ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის საქართველოს შეტარება, მით უმეტეს ჩვენთვის ეს ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი იყო, პირველი მსოფლიო ჩემპიონატი არის ქვეყანაში და ყველანაირად ვეცადეთ ბიჭებმა და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი მაქსიმუმი გაგვიღო და უფრო მეტიც რაც ჩვენს ძალებში იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო, ვინც მოვიდა და ვინც გულშემატკივრა და შემდეგისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უფრო წინ წავა და უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ და ჩვენ საქართველოს აუცილებლად დიდ სახელს მოვუტანთ მსოფლიო ასპარეზზე. ეჭვიც არ მეპარება რომ ასე იქნება, უბრალოდ ამისათვის გაცილებით მეტი შრომა საჭირო, გამოცდილება. ყველაფერი გამოცდილება არის და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთებთ ყველაფერს. ძალიან დიდი გუნდები არიან, ძალიან დიდი სკოლა აქვს, არც ჩვენ არ ჩამოვარდებით არაფერს, მაგრამ ცოტა დრო გვინდა და დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ადგილზე ჩვენ ძალიან მალე გავა და ძალიან მალე ვასახელებ საქართველოს. და მე დადგები და რუსთავი 2-ს მიცემ ექსკლუზიური ინტერვიუში. კი ბატონო, არ არის პრობლემა. კარგი, გიო, იგივე კითხვით მინდა გადმოვიდე, შენთვის რას ნიშნავს საქართველოს ქვეყნის, ზოგადად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დროშის ქვეშ გამოსვლა და თვითონ აი ამ ასაკში საქართველოს ნაკრების წევრობა? გამარჯობა. რაც შეეხება ამ შეჯიბრს, მსოფლიო ჩემპიონატს არის ისტორიული მოვლენა, რომ ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ ჩვენმა თანაგუნდელმა, ჩვენმა მეგობრებმა, ჩვენმა ოჯახის წევრმა სანდრო ბაზაძემ მოიგო ეს შეჯიბრი. რაც შეეხება მე ძალიან მიხარია, რომ მოვხვდი გუნდში და მომეცა შესაძლებლობა მეფარიკავა ისეთი დონის ტურნირზე, როგორც არის მსოფლიო ჩემპიონატი, არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან მიხარია ზოგადად, როცა ჩემ ქვეყანაში ტარდება ტურნირები, იმიტომ რომ როდესაც ჩვენი გულშემატკივრობა, ქართველი ხალხის გულშემატკივრობა სულ სხვა არის და როდესაც მეგობრები, თანაგუნდელები, ოჯახის წევრები მიდგანან და ტაშს მიკრავენ, ამაზე ძალიან სტიმულს მე არაფერი არ მაძლევს. და ხო რა ვიცი რა, სხვა არაფრის თქმა შეიძლება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმული ზუსტად ეს არის, რომ ჯერ ერთ შენ კედლებში ხარ, შენ სახლში ხარ, შენ ქვეყანაში ხარ და პლუს ამას თითოეული გულშემატკივარი შენ კომაგობს და ტას გიკრავს, როგორც შენ აღნიშნე, მაგრამ აქვე კიდევ ერთ სტიმულზე მინდა კითხო, მე მგონია, რომ შენ თქვენთვის ესეც სტიმულია, სანდრო ბაზაძის გვერდით ყოფნა. სანდრო ბაზაძე არის უძლიერესი მოფარიკავე და მის გვერდით ყოფნა გაძლევს შენს ძალას, რომ გამოხვიდე და დაამტკიცო, რომ ხარ ძლიერი და არავინ არ არის შენზე ძლიერი. სანდროსთან ერთად გუნდში ყოფნაზე მეტად არაფერი არ მახარებს. კი ბატონო, იგივე კითხვით მინდა ვატო, შენთან გადმოვიდე. ზოგადად, როდესაც სანდრო ბილიკზეა, სულ სხვა ეფექტი აქვს მის გამოსვლას, მის ფარიკაობას, აბსოლუტურად ყველა კომპონენტს, მათ შორის მსაჯებთან კამათსაც, თუ გინდა ესეც ავიღოთ, სულ სხვა დატვირთვა აქვს და აბსოლუტურად სხვა სანახაობას და შოუს აწყობს ბილიკზე. სანდრო ბაზაძე არის ადამიანი, რომელიც ყველა ქართველი მოფარიკავის ოცნება არის, რომ ისნაირი იყოს, ამიტომაც ფაქტობრივად მის თვალწინ გავიზარდეთ და რავი, ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია არის და როდესაც ვარჯიშობ ერთ-ერთი ფიქრი, ალბათ ჩემი ვარჯიშის და მოტივაციის ის არის, რომ გუნდში ისეთი ადამიანი მიყავს, რომელსაც შეუძლია, რომ მართლა მოიგოს ბრძოლა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივეხმაროთ და ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მარტო სანდროსაც კი არ შეუძლია და ამიტომაც ჩვენი მოტივაცია ისაა, რომ მივეხმაროთ მას. ჩემს ძალიან დიდი პატივი არის მის გვერდზე გუნდში ყოფნა. ჩემს ძალიან დიდი პატივია ასევე გიორგისგან და ბექასთან ერთად გუნდში ყოფნა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ და ჩვენი საქართველოს ვასახელოთ. გიომ ხაზი გაუსვა გულშემატკივრის როლს და მათ დატვირთვას და
ეს ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ფაქტორია, რომ წარმატებისკენ კიდევ უფრო გაიადვილო მისასვლელი გზა. შენთვის რა შეგრძნებაა, როცა ტას გიკრავს თელი დარბაზი? ძალიან დიდი мотиваციაა და ამასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთან ერთად დიდ ძალას გაძლევს და ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ აი კარგად გინდა გააკეთო, რომ შენი ხალხი შენ კედლებში გაახარო. ძალიან გამიხადა, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და ესე გულშემატკივრებს ინდივიდუალში და გუნდურში და შემდეგისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უფრო უკეთესად ვიასპარეზებთ. ბატო, შენთანაც გადმოვალ ეხა აუცილებლად, არა იყავი, ვერ გაგიშვებ ჯერ ვერანაირად. ბატო, რა მინდა იცი კითხო? როგორი იყო ვატო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და როგორია დღეს? აი ამ დღეების განმავლობაში, 5-6 დღის განმავლობაში რა შეიცვალა შენში? შეცვლით ვერ ვიტყოდი, რომ რამე ესე განსაკუთრებული შეიცვალა, ზუსტად იგივენაირი ვარ, როგორც მაქამდე ვიყავი, უბრალოდ ერთადერთი რაც შეიძლება ის თქვას ჩემში რომ შეიცვალა არის, რომ უფრო მეტად მომინდა და უფრო მეტად მინდა რომ რაღაც შედეგს მივაღწევ, იმიტომ რომ რაც სანდრო მოახდინა და რაც სანდრო გააკეთა ამ კედლებში და როგორც ეს ხალხი გაახარა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დამიმტკიცა ამ მსოფლიო ჩემპიონატმა, რომ მე ფარიკავა მიყვარს და ძალიან მაგრად მინდა რომ ჩემი საქართველოს ვასახელო. მეტი არაფერი ჩემში არ შესულა. კარგი, გიო, იგივე კითხვა შენთან. ამ დღეებმა მოგცა შენ თქვა გამოცდილება უფრო ზრდა პირობითად ან კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა? ძალიან დიდი თავდაჯერებულობა მომცა, იმიტომ რომ აი უკვე დავრწმუნდი რომ წინ ვინც არ უნდა მედგეს, შემიძლია მასთან მოგება. რაც შეეხება მე შეჯიბრამდე და შეჯიბრის მერე, მე ზოგადად ყოველი შეჯიბრიდან ვიღებ რაღაცას, გამოცდილებას და ბევრ რაღაცას ვიგებ და ამ შეჯიბრიდანაც, რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ მედლის აღება ვერც ინდივიდუალურში და ვერც გუნდურში ჯერჯერობით ვერ შევძელით, ჩვენ ვარჯიშს გავაგრძელებთ და პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად გავაჟღერებთ ჰიმნს. ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ რომ მოვა დრო, როდესაც თქვენზე იდგება ქართული ფარიკაობა და ეს ასეც უნდა იყოს, ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც თაობათა ცვლა უნდა მოხდეს. გიო, თვითკრიტიკული თუ ხარ, ეგ მაინტერესებს და ის შეცდომები, რომელსაც თითოეულ ორთაბრძოლაში უშვებდი. თვლი თუ არა, რომ ბევრი გამოსასწორებელი და მიგაჩნია თუ არა, რომ ბევრია სამუშაო ამ შეცდომების აღმოსაფხრელა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია სამუშაო, იმიტომ რომ ჯერ 16 წლის ვარ და კიდე დრო ბევრი მაქვს, თუმცა მე არ დავკარგავ დროს საერთოდ და გავაგრძელებ ვარჯიშს ყოველდღიურად. შევეცდები მაქსიმუმს, რომ გამოვასწორო ის შეცდომები, რაც მაქვს და შემდეგში უკეთესი შედეგი დავდო და ეტაპობრივად ნელ-ნელა ყველაფერი გამოვასწორო. კი ბატონო, ვატო, შენც იგივე კითხვით უნდა, შენთანაც იგივე კითხვით უნდა გადმოვიდე აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ყოველი ორთაბრძოლის მერე, როგორც გიორგი, ისე ბაზაძეები, რასაკვირველია, შენ ზიხარ და აანალიზებთ იმას, რა იყო, სად რა შეცდომა ჰქონდა დაშვებული. დიახ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს არ უნდა იყო, რაც შედეგის არ უნდა დააფიქსო, იმიტომ რომ ყოველთვის აი რაღაცა რისი გამოსწორებაც შეგიძლია, იდეალური არავინ არა. ამ შეჯიბრში ბევრი შეცდომა გამოჩნდა, ასევე ბევრი კარგი რაღაც გამოჩნდა და ჩემი აზრით შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ჩაუვერიოთ და საბოლოოდ კარგი შედეგი მივიღოთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, სულ ახლახანს დაასრულეთ ორთაბრძოლები, დაღლილები ხართ. მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქართული სპორტისთვის, თქვენი თავისთვის და ჩვენი მთელი აი ამ 10 წუთიანი დაახლოებით საუბრის თავარი გზავნილი იყო ის, რომ თქვენ ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დადოთ შედეგი. ღვთისმსწავლობით ყველაფერი იქნება. იგივე თქმა შემიძლია მას. ძალიან დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენკო. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. მაშასე დღეისათვის სულ ეს იყო გიორგი ურუშაძე, ვატო არჩვაძე, ჩემი დღევანდელი დღიური სტუმრები. მადლობა ბიჭებო, თქვენ იმისათვის რომ გამონახეთ დრო, კარგად ბრძანდებოდეთ, გემშვიდობებით. მადლობა ბიჭებს, ძალიან კარგი ორთაბრძოლები ჩაატარეს მთელი აი ამ ჩემპიონატის განმავლობაში. მე არ ვთვლი რომ აუცილებელი იყო რომ მაინდა-მაინც ამ მსოფლიო ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეულ მათგანს უმაღლესი სინჯის медали უნდა მოეპოვებინა და რა თქმა უნდა გაგვეხარდებოდა, მაგრამ არ ვთვლი და ვერ ვხედავ ტრაგედიას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავიანთი ასაკიდან გამომდინარე ყველაფერი აქვთ წინ. მადლობა თქვენ, რომ იყავით ჩვენთან ერთად, მე გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ ტრადიციულად აქ ამ დარბაზიდან ტრადიციულად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში და ტრადიციულად 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.